გამოხდული კოსმოსური სხივები მუდმივად წვიმს ჩვენთან, მაგრამ მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან მათ შესახებ. ერთ-ერთი საიდუმლო ის არის თუ როგორ აღწევს ეს კოსმოსური სხივები ასეთი სიჩქარით ჩვენს პლანეტამდე. ახლა კი პატარა შავი ხვრელი ეხმარება მკვლევრებს გაიგონ მისი საიდუმლოებები. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შავ-ხვრელში ბუნებრივად წარმოქმნილ ნაწილაკის ამაჩხარებას მიაგნეს, რომელიც კოსმოსური სხივებით ჩვენს პლანეტას ბომბავს. ჩვენი პლანეტა კოსმოსური სხივების ზღვაში ცურავს, რომლებსაც თან ბევრი ენერგია ახლავს. თუ ეს სხივები დედამიწას უფილტროდ დაეჯახება, პლანეტაზე სიცოცხლე შეუძლებელი გახდება. თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს, იმდენად სწრაფია, რომ ჩვენს სხეულში ჰაერივით შეუძლია გაიაროს და იმდენი ენერგია მოაქვს თან, რომ ჩვენი დნმ-ის ელემენტებად დაშლა შეუძლია. თუმცა დედამიწის ატმოსფერო ყველაზე საშინელი რადიაციისგან გვიცავს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ ჩნდება ისინი ჩვენ სამყაროში. თანაც სულ უფრო მეტი ქვეყანა დებს ინვესტიციას იმაში, რომ ადამიანები მულტიპლანეტარულ არსებებად აქციონ. ბოლო წლების მანძილზე შეგვეძლო გვეთქვა, რომ კი, აქ არის ნაწილაკის აჩქარება, მაგრამ როგორ ხდება ეს? შეუძლებელი იყო ამის თქმა. ახლა კი იმ ეპოქაში შევაბიჯეთ, სადაც ისეთ კითხვებს შეგვიძლია გავცეთ პასუხები, როგორებიცაა სად და როგორ. აცხადებს ლაურა ოლივიერა ნიეტო, კვლევის ავტორი. გამოხდული კოსმოსური სხივები კვაზარებიდან მოდის, რომლებიც საკმაოდ შორსაა. ისინი ირმის ნახტომში ფეთქდება, რის გამოც მათი დეტალურად ნახვა რთულია. შესაძლოა სუპერნოვა უფრო ახლოს იყოს, მაგრამ ისინი აგზავნიან დაბალი ენერგიის სხივებს, რომლებიც მართლაც ფერფთავდება, როცა მეცნიერები დედამიწაზე არსებული ტელესკოპებიდან უყურებენ. თუმცა ახლომდებარე კოსმოსურმა ობიექტმა, SS-423-მა ახლა მეცნიერებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. იშვიათი შესაძლებლობა მისცა მათ კოსმოსური სხივები უპრეცედენტო დეტალებში ენახათ. SS-423 მიკროკვაზარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პატარა შავი ხვრელი მზის მასას 10-ჯერ აღემატება. მანათის ნისლეულში მდებარეობს, გაზის ღრუბელში, რომელიც ვარსკვლავის აფეთქებამ დაგვიტოვა 18,000 სინათლის წლის მანძილზე. მიკროკვაზარს ვეძახით, რადგან ყველაფრის მინიატურულ ვერსიას გვთავაზობს, ამბობენ მეცნიერები. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკმარისად სუსტია, რათა ახლოს იყოს, მაგრამ საკმარისად ძლიერი, რომ ძალიან დამუხტული ნაწილაკები გამოისროლოს. იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე სუპერნოვა შეუძლია. თუმცა ამით ამ კვაზარის განსაკუთრებულობა არ მთავრდება. თუ ჩვეულებრივ მსგავსი ობიექტების სხივის მსგავსი ნაკადები 1 ან 2 დღეს გრძელდება, აქ 50 წელს ძლებს. კვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სხივებს შორის დიდი უბსტყრული იყო. მათ შავი ხვრელის ირგვლივ პატარა სპირალები დაინახეს, დაახლოებით 0,1 პარსეკის მოშორებით. შემდეგ არაფერი და სხივები კვლავ გამოჩნდა დაახლოებით 75 სინათლის წლის მანძილზე.